ტრდელნიკის მწარმოებელი ქართული კომპანია ლუმიერსი დუბაის ბაზარზე გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ემილ კურბანოვმა BMG-სთან განაცხადა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი ფილიალის გახსნიდან 2 თვეში, რომელშიც $175,000 ინვესტიცია ჩაიდო, კომპანია კიდევ 3 ახალი ობიექტის დამატებაზე მუშაობს. კურბანოვის თქმით, დუბაის ფილიალის გახსნა რეგიონში ომის დაწყებას დაემთხვა. მისი განმარტებით, ობიექტის გახსნიდან ერთ კვირაში ბაზარი დროებით შენელდა, თუმცა მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმს სწრაფად დაუბრუნდა. კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2 თვე საკმარისი არ არის ბაზრის სრულად შესაფასებლად, თუმცა საწყისის შედეგები და მოლოდინები პოზიტიურია. მისივე თქმით, დუბაიში ლუმიერსის ბრენდი ბევრმა მომხმარებელმა უკვე იცოდა, რადგან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები ან მოგზაური მომხმარებლების ნაწილი საქართველოს ხშირად სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ დუბაის ფილიალი საქართველოს ბაზარზე არსებული კონცეფციისგან განსხვავდება. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივ მომხმარებელზე მორგებული მენიუ შეიქმნა, სადაც ტკბილ ტრდელნიკებთან ერთად არადგმელი პროდუქტებიც არის. დუბაის გარდა კომპანია პარალელურად სტამბოლის ბაზარზე აგრძელებს გაფართოებას. ლუმიერს ამჟამად სტამბოლში 2 ფილიალი აქვს და მესამე ობიექტის დამატებას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით ამ ეტაპზე ლოკაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, სად გაიხსნება ახალი ფილიალი. პროექტში დაახლოებით $80,000 ინვესტიციის ჩადება იგეგმება. საავიაციო საწვავის გაძვირების გამო მსოფლიო ავიაცია კრიზისშია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ავიასაწვავის გლობალური საშუალო ფასი ბარელზე $163 ფარგლებშია, რაც წლიურ ჭრილში 100%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ხარჯების დაზოგვის მიზნით ავიაკომპანიების უმრავლესობა რეისებს აუქმებს ან სიხშირეებს ამცირებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული საავიაციო ბაზარია. ავიასაწვავის გაძვირების გავლენით გაძვირდა ავიაბილეთებიც. ტიკეტჯის ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა 25%. იქიდან გამომდინარე, რომ ავიაბილეთების ფასი ტურისტული პაკეტების თვითღირებულებაში ძირითადი კომპონენტია, გაძვირდა მოგზაურობაც. ტუროპერატორების ნაწილი ამბობს, რომ გაზრდილი ფასების გამო გაყიდვები დაახლოებით 30%-მდე შემცირდა. ავიაციის სექტორში არც დღეს არსებული ვითარება ასახარბიელო და არც სამომავლო პროგნოზები. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი რომც მოგვარდეს, ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენას თვეები დასჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ავიაციისთვის ყველაზე აქტიურ ზაფხულის პერიოდში სექტორი კრიზისში იქნება. 2025 წელს საქართველოში საბურავების საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტმა $400 მილიონ გადააჭარბა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა. საქმე ის არის, რომ სააგენტომ შპს ამბოლის მიერ შპს ვისულ ავტო ექსპრესის აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კომპანიები ავტოპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. ამიტომ კონცენტრაციის შესაფასებლად ყურადღება გამახვილდა საავტომობილო აკუმულატორების საბურავებისა და ზეთების ბაზრების შეფასებაზე. საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები უკვე ამოქმედდა, თუმცა სერტიფიცირებული გიდების ასოციაციაში ამბობენ, რომ რეალურად ბაზარზე არაფერი შეცვლილა. ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია BMG-ს გადაცემაში ქალების ნარატივში ამბობს, რომ უცხოელი გიდები ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობას კვლავ შეუფერხებლად აგრძელებენ, მაშინ როცა ადგილობრივი კადრები შეკვეთებს კარგავენ. 1 მაისიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელებს საქართველოში გიდად მუშაობა ეკრძალებათ. თუმცა ელზა ბებიას თქმით, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის შემდეგაც აღსრულების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი შეფასებით განსაკუთრებით პრობლემურია ჩინურ და კორეულ ბაზრებზე მოქმედი კომპანიები, რომლებიც ტურებს სრულიად საკუთარ ქსელში ამუშავებენ. უცხოელი გიდებით, ტრანსპორტით, სასტუმროებითა და პარტნიორი ობიექტებით. შედეგად ტურისტული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში არ რჩება. ბებია ყურადღებას ფინანსურ ზარალზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ადგილობრივ სპეციალისტებს წინასწარ დაჯავშნილი ტურებიც უუქმდებათ, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან. ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ კანონი რეალურად არ აღსრულდება, ადგილობრივი გიდების ბაზრიდან გაძევების პროცესი გაგრძელდება. მათი თქმით, პირველი ეფექტიანი ნაბიჯი კონკრეტული კომპანიების დაჯერიმება იქნება, რაც ბაზარზე შემაკავებელ ეფექტ შექმნის.